საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო ახლაც მიმდინარეობს. გეტყვით, რომ ახლა არის შესვენება იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ წამოაყენა შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აქვთ ჰაბიტოსკოპიური მტკიცებულებები, დასკვნები და სწორედ ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ ეს დასკვნები დაერთოს საქმეს და დაემატონ ასევე ექსპერტები ამ საქმეს, თუმცა ამის მიუხედავად დაცვის მხარემ განაცხადა, რომ და კონკრეტულად კი გუჯა ავსაჯანოშვილმა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, მან განაცხადა, რომ მას დასკვნა ამის შესახებ გუშინ გადაეცა, რომელიც არის 70 გვერდიანი, ხოლო შუამდგომლობის შესახებ კი მან დღეს შეიტყო და სწორედ ამიტომ შუამდგომლობისა და სწორედ აი ამ მტკიცებულებების გადამოწმება მან ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ მან მოითხოვა, რომ ხალხისთვის გადაედოთ ეს ყველაფერი, თუმცა მიუხედავად ამისა მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა და თქვა, რომ დაახლოებით 9 საათი მიეცემოდა გუჯა ავსაჯანოშვილს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გადაეკითხა და შეედარებინა და სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ახლა უკვე სასამართლოს სხდომა, კვლავ განახლდება. ჩვენ ვისაუბრეთ ადვოკატებს მანამ სანამ დაიწყებოდა სასამართლოს სხდომა და მათ განაცხადეს თავისი მოლოდინების შესახებ, მათ ისაუბრეს იმაზე, რომ დღეს დაიკითხებიან სწორედ ის ექსპერტები, რომლებმაც ჩამოწერეს ვიდეოები, რომლებმაც გამოითხოვეს ვიდეოები და შემდგომ მასზე სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა რაც შეეხება მოლოდინს, ისინი ამბობენ, რომ ისინი ფიქრობენ, რომ არის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული და შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ კარგის მოლოდინი არ აქვთ, სულ რამდენიმე წუთში დაიწყება სწორედ სასამართლოს სხდომა და მნიშვნელოვანია ახლა ის თუ ვინ გამოიკითხება ამ სასამართლოს სხდომაზე და რას იტყვიან ისინი ბრალდებულების შესახებ. ველოდებით, რომ უნდა მოვიდეს ვეფხია კასრაძის გაუმძიებლები, საქმის გაუმძიებლები, რომელმაც მოახდინეს ვიდეო მასალის ჩამოტვირთვა, რომელიც გავრცელდა ტელეკომპანია იმედის Facebook გვერდზე, შემდგომ მოახდინეს მათი დათვალიერება და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მნიშვნელოვანი კითხვები გვექნება ამ გაუმძიებლებთან, ვინაიდან ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც არსებობს საქმეში, სწორედ ეს ვიდეო მასალა არის, რომლის ავთენტურობაც ვერ დგინდება ამ დრომდე. ვიდეოში არის ჩანაწერი, რომელიც ტიტრებით არის, ასე ვთქვათ, წარწერები ამ ვიდეოზე, რომელსაც ადევს თან, რომელიც არის დამონტაჟებული და სწორედაც ვამბობთ ჩვენ დაცვის მხარე, რომ ჩვენთვის დღემდე უცნობია, რომ ეს ვიდეო როდის არის ჩაწერილი, რომელ რიცხვში და რა დროს არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ 28-29 რიცხვების ანუ ასე ვთქვათ, ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობის ორგანიზატორობას ედავებიან ვეფხია კასრაძეს, მაგრამ საერთოდ უცნობია ჩვენც ეს ვიდეო როდის არის გადაღებული. აღნიშნული საკითხი ვერ დადგინდება, იმიტომ რომ პროკურატურამ ამ ვიდეოზე ექსპერტიზა არ დანიშნა, რომელმაც უნდა დაადასტუროს და გამოიკვლია მისი ავთენტურობა. საზოგადოებას დღესაც არ მიეცემა შესაძლებლობა ნახონ თუ რეალად როგორი ცრუ მოწმეები მოდიან სასამართლო პროცესზე და როგორ ვერ ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც ადამიანებს ემუქრებათ ზოგიერთ 9 წლამდე, ზოგს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ყველა პროცესზე ვცდილობ და ვაკეთებ იმას, რომ წარმოვაჩინოთ, რომ ეს მოწმეები არიან ცრუ მოწმეები, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ რა კანონმდებლობას იღებს, თუნდაც საპროცესო კანონმდებლობაში პარლამენტი დღეის მდგომარეობით ჟურნალისტებს არ აძლევენ შესაძლებლობას იმის, რომ სასამართლოში შევიდნენ. ხედავთ, რომ საზოგადოებრივ ადვოკატს უნიშნავენ მაშინ, როდესაც კერძო ადვოკატები ყავთ, ამიტომ სასამართლოსგან და პროკურატურისგან რაიმე ისეთი მოლოდინი გქონდეს, ეს არის ტყუილა ილუზიის შექმნა. მოლოდინი ერთადერთი არის ის, რომ ჩვენ ადვოკატებმა უნდა შევძლოთ რაც ვაკეთებთ და წარმოვაჩინოთ, რომ ეს მოწმეები არიან სრულ მოწმეები. 8 პირის სასამართლოს, ისევე როგორც სხვა სხდომებს 30 ივნისიდან მედია ვერ აშუქებს, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც მედიას უკვე არ შეუძლია, რომ სასამართლოს ეზოში და ასევე სასამართლოს შენობაშიც გადაიღოს კონკრეტულად და სწორედ ამიტომ ჩვენ სწორედ აი ამ ადგილას ვდგავართ, ეს არის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია და გეტყვით იმას, რომ სწორედ ამიტომ მედია ვერ შედის, ვერ იღებს იქ და მედიას სჭირდება ნებართვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან და ნებართვის მიღებას მედია ყოველდღიურად ცდილობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით პასუხს მას არავინ სცემს, სწორედ ამიტომ მედიას უწევს, რომ შევიდეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში და რასაც ჟურნალისტები ვისმენთ და რასაც ადვოკატები გვეუბნებიან, სწორედ ის ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ მაყურებლებს და გეტყვით, რომ 8 პირის სასამართლოს სხდომა
ახლა უკვე ძალიან მალე რამდენიმე წუთში განახლდება და უკვე მნიშვნელოვანია ის თუ რომელი ექსპერტები მოვლენ და რომელ ექსპერტებს დაკითხავენ კონკრეტულად ბრალდების მხარის ექსპერტებს და რა სიტყვიან ისინი კონკრეტულად ბრალდებულების შესახებ.